1978 წლის ნოემბრის თვეში სამხრეთ ამერიკულ გაიანას ჯუნგლებში ახლად შექმნილ ქალაქ ჯონსთაუნში რელიგიური სექტის სახალხო ტაძრის 900-ზე მეტი მიმდევარი დაიღუპა. მართალია შეერთებული შტატების ხელისუფლების განცხადებით თვითმკვლელობა სექტის მიმდევრებმა წინამძღოლის ჯეიმს ჯონსის მოწოდებით განახორციელეს, მაგრამ დღემდე საეჭვოა, რამდენად შეესაბამება ოფიციალური ვერსია სინამდვილეს. ჯეიმს ოურენ ჯონსი 1931 წლის 13 მაისს დაიბადა ინდიანას შტატის პატარა ქალაქ კრიტში, რასისტების საიდუმლო ორგანიზაციის კუ კლუქს კლანის აქტიური წევრის დევიდ ჯონსის ოჯახში. დაწყებითი განათლება მცირეწლოვანმა ჯიმიმ დედისგან, ყველა რელიგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ქალბატონისგან მიიღო, რომელსაც მხოლოდ სულების ჯეროდა და შვილსაც სიამოვნებით უზიარებდა საკუთარ რწმენას. არანაკლები წვლილი შეიტანეს ჯონსის აღზრდაში მეზობელმა სექტანტებმა, ეგრეთ წოდებული 50-იანელების რელიგიური საზოგადოებიდან. სკოლის დასრულების შემდეგ 17 წლის ჯიმი მედიცინამ გაიტაცა, თუმცა 1 წლის შემდეგ უნივერსიტეტი მიატოვა და მართალია არასოდეს მიუღია თეოლოგიური განათლება, მაგრამ ინდიანაპოლისში მაინც დააარსა საკუთარი ეკლესია, რომელიც დროთა განმავლობაში სექტად იქცა და სახალხო ტაძრის სახელი შეიძინა. მსგავსი ორგანიზაციებისგან ახალ სექტას რასობრივი თანასწორობა განასხვავებდა. მართალია 1950-იან წლებში თეთრკანიანი და შავკანიანი ამერიკელები სხვადასხვა მრევლს მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ ჯონსი, რომელიც მამისგან განსხვავებით ყოველთვის რასობრივ შემწყნარებლობას ქადაგებდა, მხარს უჭერდა შავკანიანთა მოძრაობას და იცავდა მათ უფლებებს. საკუთარ ორგანიზაციაში ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ღებულობდა. განსაკუთრებით ხელმოკლე ოჯახებს კი უფასო განათლებით, სამედიცინო მომსახურებითა და ღირსეული სამუშაოთი უზრუნველყოფდა. 1970-იანი წლების დასაწყისში სექტა 6 მოხუცთა თავშესაფარს, უფასო სკოლას ფლობდა და ყოველ თვე საკუთარ ჟურნალს უშვებდა საკმაოდ სოლიდური ტირაჟით. მისი ორგანიზაციის წევრები კი ახალგაზრდებთან მუშაობდნენ სანტა მონიკას კოლეჯში. მართალია შეწირულ თანხას ჯონსი არასოდეს ხარჯავდა პირადი მიზნებისთვის, მაგრამ ფილანტროპობისა და პატიოსნების სანაცვლოდ მრევლის უპირობო მორჩილებას მოითხოვდა, რასაც ჯერ მგზნებარე ქადაგების წყალობით აღწევდა, რომელშიც ყოველთვის ხაზს უსვამდა საკუთარი პერსონის მნიშვნელობას. მერე კი დაშინებასა და ფიზიკური ძალის გამოყენებაზე გადავიდა. 1957 წელს ვირჯინიის შტატში დაზვერვის ცენტრალური სააგენტო შეიქმნა და პროგრამით ლურჯი ფრინველი, რომელმაც მოგვიანებით MK Ultras სახელი მიიღო, პრაქტიკულად დაარსების დღიდანვე შეუდგა ადამიანის ცნობიერების კვლევას, რათა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, რამდენად რეალურია ადამიანის ცნობიერებაზე იმ კონტროლის მოპოვება, რომელიც მას სურვილის მიუხედავად და თვით გადარჩენის ინსტინქტის წინააღმდეგ ნებისმიერი თუნდაც ყველაზე ბრიყული ბრძანების შესრულებას აიძულებს. სხვადასხვა სწორედ Bluebird-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ჰალუცინოგენები, LSD და მექსალინი. ექსპერიმენტის ობიექტად კი რიგითი ამერიკელები იქცნენ. მართალია 1963 წელს საპროტესტო ტალღის შემდეგ დაზვერვის სააგენტომ ოფიციალურად განაცხადა პროექტის დახურვის შესახებ, მაგრამ არაოფიციალური ინფორმაციით კვლევა გაგრძელდა და სწორედ დაზვერვის სააგენტოს მიერ დაფინანსებული ჯონსის სექტა იქცა ახალი ექსპერიმენტების ბაზად. 1953 წელს 22 წლის მხარდაგებელი ჯონსი, რომელიც ყოველთვის ღატაკების დახმარებას ცდილობდა, მარქსიზმის იდეალებს კი საკუთარი სექტის პრინციპებთან აიგივებდა, კომუნისტურ პარტიაში გაწევრიანდა, თუმცა მაკარტიზმის პერიოდში, როცა სენატორ ჯოზეფ მაკარტის ორგანიზაციით ხელისუფლებამ არაამერიკულად მოაზროვნე მოქალაქეებზე ნადირობა გამოაცხადა, რა თქმა უნდა, არც ჯონსი დარჩა შეუმჩნეველი თავისი აშკარად სოციალიზმისკენ მიდრეკილი სექტით და ახალი სწავლებით, რომელიც მარქსისა და რობინ ჰუდის იდეების ორიგინალურ სინთეზს წარმოადგენდა. 1970-იანი წლების დასაწყისში, როცა სახალხო ტაძრის რამოდენიმე წევრმა ვეღარ გაუძლო სექტაში გამევლულ ძალადობას და კატორღულ სამუშაოს, უარი თქვა ჯონსის ბრმა მორჩილებაზე და მის სასტიკ რეჟიმსაც მხოლოდ საოცრების წყალობით დააღწია თავი. დაუფარავად განაცხადა გურუ ლიდერის ავადმყოფურ იდეებზე, რასაც ამერიკულმა პრესამ სერიოზული კამპანიით უპასუხა და სენატიც აიძულა თვით გამოცხადებული მქადაგებლის საქმიანობის გულდასმით გამოძიება. არ დაახანა არც ჯონსმა, რომელმაც 1974 წელს გაიანას ჯუნგლებში 11,000 ჰექტარი შეიძინა და მიმდევრებთან ერთად სამხრეთ ამერიკაში გადაბარგდა, სადაც რამდენიმე წელში სკოლისა და საავადმყოფო საცხოვრებელი სახლებისა და სახელოსნოების აშენებით მთელი დასახლება ჯონსთაუნი დააარსა. ძველი სექტა კი ახალ კომუნად აქცია თავისი შეიარაღებული დაცვით. ყოველთვის აპოკალიპტური იდეებით შეპყრობილი ჯონსი, რომელიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს ერთგული სექტანტების გარშემო, ამჯერად არმაგედონის იდეამ გაიტაცა და საკუთარ ქადაგებებში ახლა რიტუალური თვითმკვლელობის, როგორც საერთო წმინდა საქმისათვის მსხვერპლ შეწირვის აქტის განდიდებას შეუდგა.
რეგულარულ პრაქტიკულ მეცადინეობებზე კოდური სახელით თეთრი ღამეები კი სექტის წევრებს თითქოს მოწამულ სინამდვილეში აბსოლუტურად უსაფრთხო ჯადოსნური ნექტარის მიღებას აიძულებდა და მათი ერთგულების ხასიათის სიმტკიცისა და თავდადების გამოცდას ცდილობდა. არაოფიციალურ ინფორმაციას ჯონსის სისასტიკესა და სექტაში გამეფებულ ზალადობაზე ამერიკის ხელისუფლება ახლა უკვე გაიანად ანღებულობდა. მეტიც, რამოდენიმე გაქცეული სექტანტი კალიფორნიის შტატის კონგრესმენს ლეო რაიანსად შეხვდა და პირადად უამბო იმ არაადამიანურ მეთოდებზე, რომელთაც ქველმოქმედი ჯონსი იყენებდა საკუთარი მიმდევრების ცნობიერებაზე კონტროლის მოსაპოვებლად. 1978 წლის ნოემბერში ჟურნალისტების მცირე რიცხოვან ჯგუფთან ერთად რაიანმა მართლაც მოინახულა ჯონსთაუნი და ერთი შეხედვით უწყინარი შეკითხვებით ჯონსის ყრომაც დაიმსახურა, რომელიც ყველა ბრალდებას თავის მართლებით პასუხობდა. ჯიუტა დამტკიცებდა თითქოს შეერთებული შტატების ხელისუფლება მის განადგურებას ცდილობდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მართალია დასახლების დათვალიერებისას სექტის დიდი ნაწილი მთელი მონდომებით ცდილობდა უზრუნველი ბედნიერი ცხოვრების დემონსტრირებას, მაგრამ რამდენიმე მაინც მოახერხა კონგრესმენთან გასაუბრება და სამშობლოში დაბრუნებაც ითხოვა, რასაც რეანი დაუფიქრებლად დათანხმდა, თუმცა როცა დელეგაცია კონგრესმენის თანხმლები ჟურნალისტებისა და ყოფილი კომუნარების შემადგენლობით პატარა პორტ კაიტუმას აეროდრომს მიუახლოვდა, ასაფრენ ბილიკზე მოულოდნელად გამოჩენილი სატვირთოდან რამოდენიმე შეიარაღებული ახალგაზრდა გადმოხდა. თვითმფრინავისკენ დაძრულ ჯგუფს ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა და კონგრესმენ რაიანთან ერთად ჟურნალისტი და სექტის ერთი წევრიც იმსხვერპლა. რა თქმა უნდა, ჯონსი ხვდებოდა, რომ კონგრესმენის ლიკვიდაციით პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გამოჰქონდა განაჩენი, ამიტომ არ დააყოვნა და 1978 წლის 18 ნოემბრის დილას ჯერ მრევლი მიიწვია თეთრი ღამეების მორიგ შეკრებაზე, მერე ერთგულ თანაშემწეებს დაავალა ლიმონადში ციანიდის კალიუმის შერევა. როგორც ჩანს, ჯონსი, რომელმაც მანამდე არაერთხელ აიძულა მიმდევრებს საყოველთაო თვითმკვლელობის რევოლუციური აქტის განხორციელება, ამჯერად აღარ ხუმრობდა, თუმცა სექტის რამდენიმე წევრმა, რომელთაც საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ასმევდნენ მშობლები საკუთარ შვილებს მოწამლულ ლიმონადს, თვითგადარჩენის ინსტინქტმა სძლია და თავს მოხვეული იდეალების შეწირვას გაქცევა ამჯობინა. მართალია საკმაოდ რთული აღმოჩნდა შეიარაღებული გუშაგების გაცურება, მაგრამ სექტის წევრებმა მაინც მოახერხეს ღობეზე გადაწრომა პორტ კაიტუმადან 10 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზამდე მიღწევა და განგაშის ატეხვა. ჯონსთაუნში კი 2 დღის შემდეგ დაბრუნდნენ სამხედროებთან ერთად, თუმცა კომუნის წევრების ნაცვლად მხოლოდ მათ ცხედრებს მიაგნეს. რა მოხდა სინამდვილეში? 1978 წლის 18 ნოემბრის აუბედით დილას გაიანას ჯუნგლებში თანამდებობით არავინ იცის, რადგან ტრაგედიის შემდეგ სწრაფად გავრცელდა ხმები თითქოს ჯონსთაუნში არამასობრივი თვითმკვლელობა არამედ კარგად დაგეგმილი მკვლელობა განხორციელდა. სხვათა შორის ადგილობრივი პოლიციის განყოფილების პათოლოგანატომებმა გარდაცვლილ სექტანტთა უმრავლესობის სხეულზე ტყვიის და ინექციის კვალს მიაგნო, რაც აშკარად მეტყველებდა შხამის ზალდატანებით მიღებაზე. გამოცანად რჩება თავად ჯონსის გარდაცვალებაც, რომლის სისხლში მართალია ყველაზე მეტი შხამი აღმოჩნდა, მაგრამ იმავე პათოლოგანატომის მტკიცებით მთავარი სექტანტი მაინც თავში გასროლით დაიღუპა. რა თქმა უნდა, მომხდარმა მთელი ამერიკული საზოგადოება შეძრა და ვარაუდობმაც არ დააყოვნა. ბევრი ჯონსთაუნის ტრაგედიაში ფსიქიურად დაავადებულ ჯონსს ადანაშაულებდა. კი დარწმუნებული იყო, რომ საბრალო სექტანტების მკვლელობაში დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელი ერია, რომელმაც ჯერ MK Ultras პროგრამის ფარგლებში შექმნა სექტა გურუ ჯონსის ხელმძღვანელობით, მერე კი თავად გადააბარგა გაიანას ჯუნგლებში, რათა საიმედოდ დაემალა ის ექსპერიმენტები, რომელთაც წლების მანძილზე ატარებდა. მასობრივი მკვლელობის სასარგებლოდ მეტყველებს გაიანელი გაუმძიებლის ლესლი მუტუს მოხსენებაც, რომელიც ამტკიცებს, რომ უკანასკნელი თეთრი ღამის მსხვერპლს რამდენიმე დღეში კიდევ 400 გარდაცვლილი შეემატა, რომელთა უმეტესობა მძიმე ფიზიკური ტრამვის ან ტყვით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაიღუპა. როგორც ჩანს, შეთქმულების თეორიას ვერც არ შემთხვევაში დააღწია თავი ამერიკულმა საზოგადოებამ, რომლის დიდი ნაწილი დღესაც დარწმუნებულია, რომ ოფიციალური განცხადების მიუხედავად თითქოს სააგენტომ 1973 წელს დაასრულა საზარელი ექსპერიმენტები. სინამდვილეში, ცდები ადამიანის ცნობიერებაზე ისევ გრძელდება. წიგნში ყველა დროის 60 ყველაზე მსხვილი შეთქმულების თეორია და ავტორები ჯონათან ვენკინი და ჯონ ვოლტენი ამტკიცებენ, თითქოს ჯონსთაუნი დაზვერვის სააგენტოს სპეციალური საკონცენტრაციო ბანაკი იყო, რომელიც სავარაუდო სამთავრობო პროექტის ფარგლებში შეიქმნა და ამერიკელების ცნობიერების ხელახლა დაპროგრამებას ისახავდა მიზნად და მაინც ვინ იყო სინამდვილეში ჯიმ ჯონსი, ორმაგი აგენტი თუ უბრალოდ შეშელი ფსიქოპატი განდიდების მანით, რა მიზანს ემსახურებოდა მისი სექტა და რა მოხდა სინამდვილეში ჯონსთაუნში. სავარაუდოდ ამ კითხვებზე საზოგადოება ვერასოდეს მიიღებს ერთმნიშვნელოვან პასუხს.